მოგესალმებით. თქვენ უყურებთ არტემს. მე ანი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მხატვარი მიხეილ გოგავა. გამარჯობა მიხეილ. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მიხეილ, დავიწყებ ბლიც შეკითხვებით. სათხარ? კი, შევიცდები. ჩემ პირველი შეკითხვა. სად მთავრდება ხელოვნება და იწყება სიცოცხლე? რა ვიცი, ხელოვნება ვფიქრობ, რომ რაღაც სიცოცხლის ნაწილია და ალბათ სადაც სიცოცხლე იწყება, იქ იწყება ხელოვნება რა მაინც. რა თქმა უნდა, კი საპირისპირო რაღაცა შეიძლება ამაზე ითქვას ფილოსოფიურად რო გადავიდეთ, მაგრამ მაინც ალბათ სიცოცხლესთან დავაკავშირებდი რა. ოდესმე თუ შეგშინებია საკუთარი ნამუშევრის? ზოგადად თუ ნამუშევარი ხო შენი რაღაც განწყობა და ამავდროულად ჩადიხარ სადღაც სიღრმეში და ამ ემოციურ განწყობა გადმოდის ყველაფერს ასაკეთებ ხო ტილოზე თუ ფურცელზე თუ რაზეც აკეთებ და ამიტომ შიშიც არის კი რა თქმა უნდა ალბათ ერთგვარი იმიტომ რომ ნაწილია ალბათ ამ პროცესის და ეს ალბათ ბუნებრივიც არის რომ რაღაც იყოს რაღაც შიშები რა რომ განვითარდეს სხვა ეტაპზე გადახვიდე ანა თუ გაქვს ან მქონია ისეთი ნამუშევარი, რომელიც არ გინდა რომ ვინმე ვნახოს? ძალიან რაღაც სასაცილო ფაქტს გავიხსენებ ხა რომ ძალიან ბავშვობაში სკოლის პერიოდში როცა ხატავდი რაღაც ვიღაც გოგო მიყვარდა რა და მისი პორტრეტი დავხატე რა და მეცხრე კლასში ვიქნებოდი თუ რაღაც ესე დაახლოებით და არ მინდოდა რომ ეს არავის ენახა, იმიტომ რომ ჩემი სიყვარული გამჟღავნდებოდა და ამიტომ ვალავდი საკარადის უკან. ესეთი რაღაც ცოტა იუმორი. საინტერესო. რომელი ფერია ცდუნება? ცდუნება ალბათ უფრო რაღაც მიმზიდველი უნდა იყოს რაღაც რა. შეიძლება, რა ვიცი, ყვითელი ალბათ. ყვითელი ფერი. საინტერესო. ოდესმე თუ შეგიტანია ნახატში, რაიმე ესეთ საიდუმლო, რაც მხოლოდ შენ იცი? საიდუმლო, პრინციპში ეგეთი რაღაც საიდუმლო მეტნაკლებად ბევრში, ყველაში არა, მაგრამ ბევრ ნახატში შეიძლება იყოს რაღაც ის ხატვრის პატარა სიღრმეები, რაც მაგალითად შენ ხედავ მარტო და შეიძლება მაყურებელმა ვერ დაინახოს, ან შეიძლება მაყურებელმა პირიქით ისეთ რაღაცებიც აღმოაჩინოს, რაც შენ საერთოდ არ გაგიაზრები ამ გაკეთების პროცესში ნამუშევრის რა და ამიტომ არის ალბათ კი როგორ არის ეგეთი რაღაცები. როგორია შენი შინაგანი ტილო? რა ვიცი ხან მრავალფეროვანი ალბათ შეიძლება ესე თქვა ხან როგორი როგორ განწყობაძეც ხარ ცხოვრებაშიც ხო ეტაპები არის რა და ეს ბუნებრივიც არის რომ შეიცვალოს რა ეს შენი შინაგანი ტილო იცვლება ალბათ როგორც შენი შინაგანი სამყარო რაღაც ეტაპები და როგორც ესე არის რა მრავალფეროვანი ალბათ შეიძლება ვთქვა გავბედო რა ფერია სიყვარული შენთვის? სიყვარული მაგალითად 20 წელს რო ვიყავი უფრო სხვა ფერი იყო 25 წელს კიდე სხვა ფერი 30 ეხლა რა ვიცი ეხლა ყველაფერია ჩემი აზრით სიყვარული ხო ყველაფერი არის რა იმიტომ რომ რაღაც გამოცდილებაც რომ გაქვს სხვადასხვანაირად ხედავ რაღაცებს და ეს გამოცდილება კარგი არის განაცუდი იმიტომ რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს თავისი საინტერესო განცდები და ამიტომ ეს ფერები ერთმანეთზე ლაგდება და პალიტრასავით ხდება მრავალფეროვანი. ვინ იყო შენი პირველი მუზა, თუ გახსოვს? პირველი მუზა, რა თქმა უნდა, გოგონა, რომელიც ძალიან მომწონდა რაღაცა. როგორც წერან თქვი, პირველი კი დამიხატე ესე ზოგადად ჩანახატვით, მაგრამ რასაც ქვია პირველი ესეთ სერიოზული პორტრეტი დავხატე გოგონას. ხო, რომელიც დავვალე, ხო. მერვე კლასში ვიყავ, უბრალოდ მე-9-ში გადავდეთ რაღაცას. კი ბატონო. რა ფერია შენი სიზმრები? ფერი არ ვიცი, რა ფერს
არ ვიცი ესე კონკრეტულად როგორ უნდა ვთქვა ფერი, მაგრამ სულ რაღაც მესიზმრება შეიძლება ვთქვა ცხოველი მესიზმრება, რაღაც გველი სახით რა, ეს გველი ხან წითელია, ხან ნაცრისფერი, ხან რაღაცა და ჩემ თავთან ვასოცირებ, როდესაც რაღაცა მაქვს, რომ თითქოს რაღაც პარალელებს ვავლებ, როგორ მესიზმრება, ხან მეგობარია, ხან რაღაც ბრძოლა მაქვს გამართული და ხან სხვადასხვა პოზაში. ესე რომ ვთქვათ რა და ალბათ, რა ვიცი, სულ კონკრეტულ ფერს ვერ ვიტყვი. გიცნია შენი სიზმრის ტილოზე გადმოტანა? აი, ტილოზე თლიან სიზმრის არა, მაგრამ ეს გველი პერსონაჟი, აი ეს დროის წარმოსახვის სერიაში, ერთ-ერთ ნამუშევარში, რომელსაც სახელოსნოში იყავი, მაგ ეგ პერსონაჟი გადმოტანილი და ეგ პერსონაჟი არის იგივე მე, უბრალოდ რაღაც სხვა ფორმით რა, გადატანითი მნიშვნელობით. ვინ გაბედნიერებს ყველაზე მეტად? მაბედნიერებს ალბათ ჩემი საყვარელი ადამიანები, მეგობრები, მეუღლე, შვილები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. რას აკეთებ, როდესაც ნამუშევარი არ გამოგდის? ნამუშევართან, როდესაც ანუ პროცესში რაღაც ვიჭედები, ან რაღაც არის ხო ესეთი რაღაცა, უბრალოდ გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ნამუშევარი უნდა გადავდო გვერდზე. და უნდა გაიაროს ცოტა ორთქლმა რაღაცებმა მწვავ, იმიტომ რომ ხანდახან იმდენად ჩადიხარ, რომ არ არის საჭირო, ხანდახან გვერდიდან უნდა შეხედო რაღაც მოვლენებს და შეიძლება მე ეთიკურის მე რაღაც მოატრიალო და სხვანაირად დაინახო ეგ რაღაც საკუთარი რაღაც შეიძლება ძალიან მოგეწონოს, ან საერთოდაც გადააკეთო რა. თუ გაქვს რაიმე რიტუალი ხატვამდე? არანაირი განსაკუთრებული რიტუალი არა. თავი განწყობა. რომელი მხატვრის ცოცხალ საუბარს მოისმენდი? მე ძალიან მიყვარდა ეს მიქელანჯელოს საუბარს მოვისმენდი. ეს ძალიან კლასიკაა ხა, რასაც ლეონარდო და ვინჩისაც, ბევრის ალბათ რა, რემბრანდტისაც მოვისმენდი რა, ვიცი. ერთს რომ მოსაარჩევდი? მიქელანჯელოს ალბათ. როდის იგრძენი რომ ხარ მხატვარი? ალბათ გადაწყვეტილება რომ მივიღე რომ მინდოდა რომ ეს ცხოვრების ბოლომდე ჩემი პროფესია და საქმე ყოფილიყო ალბათ მე-9 კლასიდან უფრო მე-9 კლასში რო ვიყავი რა იმიტომ რომ რაღაც გადავწყვიტე რომ ეს არის ჩემი ნაწილი სხვა რამეს ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. რამდენად მნიშვნელოვანი არის სხვების აზრი შენს შემოქმედებაში? სხვების აზრი თითქმის ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ვინ მეუბნება კიდე ძალიან ამასაც მნიშვნელობას ვანიჭებ თუ ჩემს საქმეში გარკვეული ადამიანია რომელმაც ხელოვანწონიან ერკვევა იცის და რა თქმა უნდა ვაქცევ მისას ყურადღებას და ფილტრავ ესე რომ ვთქვათ გადავხარშავ რომ რამდენად შეიძლება რომ გავითვალისწინო ან რამდენად შეიძლება არა. რა თქმა უნდა, არის გარკვეულწილად მნიშვნელოვანი, არა ყველასი. მაგრამ გააჩნია ადამიანს აქ, არის მნიშვნელოვანი კი. გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც ვისაუბრებთ უშუალოდ შენს შემოქმედებაზე და ჩემ პირველი შეკითხვა არის შემდეგი, როდიდან იწყება შენი ხატვრობა? მე ვფიქრობ, რომ ხატვრობა რასაც უკვე სერიოზულად დავიწყე ამაზე მუშაობა და ჩემ თავზე მუშაობა, რასაც ვქვია, ალბათ უკვე როდესაც სკოლას ვამთავრებდი და ამ პერიოდიდან დავიწყე. მაგრამ თუმცა ხატვრობა ისეთ რაღაცა სულ სწავლის პროცესში ხარ, ხო, რაღაც წერტილს ვერ დასვავ სადღაც მაგრამ მაინც ბავშვობას დავბრუნდები და ბავშვობიდან ვიყავი, ანუ ხატავდი იმაზე მეც ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვი რა და მაინც ბავშვობიდან იწყება ესე მგონი. ხო, ეს საწყისები მაინტერესებს, აი რომ გაიხსენო დავუშვათ, რისი ხატვა გიყვარდა, რა მასალაში მუშაობა გიყვარდა. აი ძალიან ბევრს ხატავდი, სულ ცხენებს და დინოზავრებს. აი მაგ ცხენებია. ცხენები და დინოზავრები იყო ჩემი საყვარელი თემა ბავშვობაში, განსაკუთრებით აი 5-10 წლის ასაკში ძალიან ბევრი მაქვს ნახატი სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ესა და დინოზავრებს ვიგონებდი კიდევაც და სხვა შემდეგ რომ ნახე, ხო
რაღაც სხვანაირად შევხედე, მაშინ ხო ბავშვი ხარ არ მოგწონს და რაღაც ეს უნდა რაღაც იმდენ საინტერესო იყო, რომ რაღაც სერიოზულად დავფიქრდი მე, რომ ისე რა ქვია, ეხლა ესე საინტერესოდ რატო ავხატავ მეთქი რა და ერთ-ერთი ბიძგი იყო სხვათა შორის ამ მე ერთ-ერთ სერიაზე რომ დავიწყე დროის წარმოსახვის სერიაზე მუშაობა, რომ რაღაცა ჩემი ბავშვობის სათამაშოები და ფრაგმენტები რომ გამოვიყენე რა. დროის წარმოსახვის სერია შეეხედა, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე, როდიდან გაჩნდა ეს იდეა, რომ გემუშავა ამ სერიაზე? აი ეს როგორც აი წეგან თქვი რა, დროის წარმოსახვის სერია მანამდე ესე უცებ რაღაცა ერთ დღეს მომივიდა და ესე არ მუშავდება, დრო ჭირდება ამ რაღაცაზე, რომ დაიწყო ფიქრი, მაგრამ როდესაც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მიბიძგა ჩემო ბავშვობის ნამუშევრებმა, როდესაც ნახე და რაღაც სხვანაირად შევხედე რაღაცებს და კიდე აღმოვაჩინე ჩემს ძველ სახლში რაღაც ჩემი სათამაშო და რაღაც გამახსენდა ძალიან ბევრი ბავშვობის ფრაგმენტები. ხო და ის რაღაც ავტომატურად დაიწყო ამაზე ფიქრი, ხო, შინაგანად, ქვეცნობიერად, უბრალოდ არაცნობიერად და შემდეგ ალბათ რაღაც გარკვეული თვეები ის რომ გავიდა, ხო, რაღაც ესე ჩამოვაყალიბე მე დღეს სადაც ვცხოვრობ, სადაც დავდივარ, სადაც მოძრავ, ხო, გადავწყვიტე რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება, რომ დღევანდელი და ჩემი ბავშვობის ფრაგმენტები გამეერთიანებია, რომ ამით მე თქვა, რაც მინდოდა უბრალოდ და არც დღევანდელი რაღაცას ამოვარდნილიყავი რაღაც გარემოდან, რომელშიც არ უნდა დაკარგო ალბათ საკუთარი თავი და ის რაღაცას საიდანაც მოვედი. ანუ და ამ რაღაცებმა მიბიძგა მოკლედ და მე დამუშავდა თავისთავად და დავიწყე ამ სერიის ხატვა რა 2-3 წლის უკან დაახლოებით. ზოგადად ექსპერიმენტები რამდენად გიყვარს შენ შემოქმედებაში? ექსპერიმენტები ვცდილობ რომ სულ თუ კი რამე დამაინტერესა მაგალითად ტექნიკურად რომ ძალიან სხვაშორის ბევრი არ ვერიდები ისა ბევრი ნამუშევარი მაქვს რაღაცა მიქს მედიაში ეგრეთ წოდებული მაქვს საკმაოდ შეიძლება გამოვიყენო მარკერიც რაღაც პასტელიც სხვადასხვა რაღაც შეიძლება ისეთი მასალა გამოვიყენო საერთოდ მხატვრობასთან ის მასალებთან ახლოს საერთოდ გააჩნია ანუ რასაც ხატავ კომპოზიციას რას ითხოვს ან რა განსაზღვრული მომენტში რომ გამოვიდეს რა და მასალა არის ჩემი აზრით მე მაინც ვფიქრობ არიან ახლა შეიძლება რაღაცა თქვას ან ძველი მხატვრები ყველაზე არ ვსაუბრობ რომ ზეთის აღებავი არის კლასიკა კი ბატონო კლასიკაზე აღებავი გავიგეთ და მთელი სტუდენტობა მაგით ხატავდი მაგრამ მასალაზე მნიშვნელოვანია მხატვარი ჩემი აზრით რას აკეთებს და რას ქმნის მასალა არავინ არ შეიკითხება შენ ნამუშევარში ეს რა მასალით არის შექმნილი მე ვფიქრობ პროფესიონალი ხელოვანმცოდნე ან საერთოდ საზოგადოებაში როდესაც გაგაკ უბრალოდ დამთვალიერებლად იმას აინტერესებს შენ რა მიაწოდე ასე რომ მასალას არ ვანიჭებ მნიშვნელობას და ვცდილობ ბოლომდე თუ რამე მჭირდება ექსპერიმენტები გავაკეთო რა არ რაღაც არ შევსხლდო საკუთარი თავის და არც ნამუშევარი შენ მუშაობდი ერთ პერიოდი სეროგრაფიაში და ამ ეს პერიოდიც რო გაიხსენო და მოუყვა მაყურებელს ამ თემის ირგვლივ კი ბატონო ანუ აი წინა სერიაზე ეს მუშაობდი სინქრონული მოძრაობის სერიაზე მოკლედ რომელი სერიაც დავიწყე რომელი ნამუშევარი შევქმენი პირველი ნამუშევარი იყო რომელიც შევქმენი ამ სერიის ეს ნამუშევარი მე პარიზში მქონდა გატანი გამოფენას და გაიყიდა და იქვე დარჩა და რაღაც იყო მე დაინტერესება რაღაც ნაცნობებმაც მითხრეს უნდათ რაღაც შეძენა რაღაც ხვებმაც და მე მოხდა ეს რა ვიცი ბუნებრივად რომ ნანა ყირმელაშვილის სტუდიაში ვიყავი მისული და ამის ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ალბათ ნანას და აი ეს ნამუშევარი ხوار გაგვიკეთებია ანუ სეროგრაფიაში აი ქართულად თქვი ახლა ხო და ძალიან გამიხარდა მეც ეს წავცხაშოს არანაკლები შრომა გიწევს მაგის ის რომ გააკეთო ესეთი პროცესია
და გავაკეთე მოკლედ კოლაბორაცია ნანა ყირმელაშვილთან ერთად და ძალიან ყვაყოფილი ვარ დღემდე, იმიტომ რომ მეც რაღაც დავიტოვე ეს როგორც ისა და ნუ ისაც უნდა და შეიძინა და ასე შემდეგ რა ეს ნამუშევარი. მაგრამ ამ მიმართულებაში რაღაც აღარ გაგიგრძელებია ხო მუშაობა, მაინც რაღაც უფრო ჯერადი არა, ამ იმითის არ გამიგრძელებია. რატომ არ გაგიტაცა? ანუ არ იყო შენი? ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ერთი ის არის, რომ სეროგრაფიაში ყველა ნებისმიერ ნამუშევარს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ძირითადად უნდა დომინირებდეს 2 ან 3 ან მაქსიმუმ 4 ფერი, იმიტომ რომ ტონალობებს ან რაღაცებს ვერ გააკეთებ მაგ ტექნიკურად. ისეთი ამბავია და სხვა შორის წინა სერიაზე რომელსაც მუშაობდი ის სერიის ნამუშევრები უფრო ტექნიკურად შესაძლებელია. ერთი სამოქს გაკეთებული კიდე, როდესაც ეხლა გამახსენდა ესტონეთში ვიყავი რეზიდენციაში, ტალინში, ისა რა ქვია, მანდ კუნძულზე რო ცხოვრობდი, მანდ გავაკეთე ერთი სეროგრაფია, მაგრამ ის შევქმენი, უფრო წოდეს გრავიურა გავაკეთე რა, სეროგრაფია კიდე სხვა რაღაცა და მე გავაკეთე ესეთ გრაფიკული რაღაცა. საინტერესოა ძალიან სამუშაო, მაგრამ ყველა ნამუშევარს ვერ გააკეთებ სეროგრაფიაში რა. ეს ალბათ უნდა იყოს რაღაც კონკრეტული ნამუშევარი. შენ გაქვს ესეთი სერია, სინქრონული მოძრაობის სერია და აქ ფიგურირებს ერთ-ერთ ნახატში მახსოვს ღორის ფიგურა. უთავო ღორი. აი რომ მოგვიყვე ამის შესახებ, იმიტომ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ნამუშევარს. ხო, ეს ნამუშევარი არის აი რაღაცას ვიტყვი რომ ანუ ეს როგორც სიურეალიზმში მე არ მუშაობ ან რაღაც, მაგრამ სიზმრის ინსპირაცია უდევს არის საფუძვლად რაღაც იდეაში, რომელიც დამესიზმრა რაღაც სიზმარი, რომ ეს რაღაცები რაღაც უთავო ცხოველები მოძრაობდნენ, მაგრამ აი ამ სიზმარმა თავიდან თითქოს არ მეუქცია ყურადღება რომ გავიხვიძე, თუმცა ძალიან ძაფრი ემოციური განწყობა მქონდა და ეს რა იყო. მაგრამ იმდენად ჩამრჩა გონებაში, რომ სულ რაღაც ერთი თვის მანძილზე არ ამომივიდა ეს სიზმარი, ისე დამახსოვრდა, რომ აი რაღაც უტრიალებდი და მე უკვე ეს გონებრივ, ანუ აზრობრივად დამუშავებაში გადავიდა ავტომატურად, რომ რაღაც მინდოდა, რომ არ მიყვარს ზოგადად ძალიან ხელოვნებას ხო ეგეთი რაღაცა, რომ ძალიან პირდაპირ ესე ვულგარულად რაღაცა თქვა არ არის. ხო და ეს ცხოველი გამოვიყენე თვითონ ეს უთავო ცხოველი და ღორითან პარალელურად მე ინფორმაცია მოვიწე ღორზე ძალიან დამაინტერესა რომ ძალიან გავს ადამიანს ბევრი რაღაც ორგანოები ესე რომ თქვა გულიც გადაუნერგეს ესეთი მცდელობაც იყო ადამიანის და დავაკავშირე ზოგადად და გადავიტანე ეს რაღაცა და სინქრონი არის ერთიანად რაღაც აი ერთდროულად როგორც ჯარისკაცები მიყვებიან მოძრაობას რა ეს მარშით ესეც რაღაცას უძახიან სინქრონს ხო და ეს რაღაცა შევქმენი მე ბევრი რომ რაღაც ანუ თავის იდეა იმიტომ მომეწონა რომ თავიც არ კონდეს სიზმრის ინსპირაცია რომ გამოვიყენე რომ ხანდახან ანუ ზოგადად ინერციით მივდივართ რა სადღაც რა და ეს უკან კიდე ძალიან კარგად დავაკავშირე ეს უკვე დამატებაა ჩემი იმისი როდესაც მუშაობდი ამ ნამუშევარზე რომ ელექტროსადგურებით რომელიც ქარის ელექტროსადგურები არის აი სინქრონულად მოძრაობს ეს სინქრონი არის რაღაც ან ძალაც ძალიან დიდი ძალაც რომელიც რაღაც ძალიან დიდი რაღაცა შეიძლება გააკეთოს და რევოლუციებიც რაღაც გადატრიალებებიც და ამავდროულად ამ სინქრონულმა მოძრაობამ შეიძლება მიგიყვანოს კლდიდან გადაჭეხვამდეც და აგიტ არ ვიცი რამდენად ავხსენ მაგრამ შევეცადე რომ ძალიან საინტერესო თვითონ სათაურიც შთამბეჭდავია ზოგადად სახელოსნოში მუშაობის პროცესში სიჩუმე უფრო გირჩევნია თუ დავუშვათ მუსიკა, ხმაური, მეგობრების გარემოცვა? ხო მუშაობის დროს ისე მირჩევნია რომ თესაც ვარ მარტო რა და ჩემ სახელოსნო მაძლევს მაგის საშუალებას რომ ქალაქის ცენტრში შედიხარ რაღაც შიგნით სიღრმეში და უცებ აღმოჩნდები ესეთ underground სივრცეში და მოიკეტავ კარებს და ხარ წყნარად მე მაინც განმარტოება მირჩევნია მუშაობის დროს, როდესაც არის ბევრი ადამიანი ან რაღაცა და ნუ გაჩნია თუ განწყობაზე ვარ მუსიკასაც თავხან განწყობას გაჩნია შეიძლება კლასიკა ჩავთო, შეიძლება ჯაზი, შეიძლება როკი, ნუ გაჩნია როგორ განწყობაზე ვარ, მაგრამ ისე მარტო მუშაობა მირჩევნია ძალიან სიწყნარეში, სხვები რო არ არიან და ეგ ბუნებრივიც არის ალბათ.
რამდენად მარტივად ელევი დაუშვათ გაყიდულ ნამუშევარს? ან თუ ხელგაშლი მხატვარი თუ ხარ და თუ გიყვარს ნამუშევრების გაჩუქება? საერთოდ მქონდა პერიოდი დაახლოებით 15 წლის უკან, რომ საერთოდ ძალიან მიჭირდა რაღაც ნამუშევრების ან გაყიდვა, ან რაღაცა ადრე სტუდენტობის დროს გამიჩუქებიაც კიდევაც და რაღაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს არის მოძრავი ენერგია და როგორც ანუ საკუთარ შვილი მაგალითად გახდება 18 წელს და უნდა შეეგურო შენ არ ხარ მისი ბატონი ცოტა ცუდი სიტყვა, მაგრამ რაღაცნაირად ჭრეს, მაგრამ შენ უნდა მიცე მას თავისუფლება და სადღაც წაიქცეს და სადღაც წამოდგეს, ხო? ისი არის ჩემი აზრით, რომ ნამუშევარი უნდა გაყიდო და უნდა მიიღო ეს ნორმალურ პროცესად და გაასხვისო, ესე ვიტყვი, და მიიღო ეს ნორმალურ პროცესად, რომ შემდეგ შექმნა ახლა ეს ენერგიაც არის რა, ეს ენერგია ტრიალებს, როდესაც შენ გაცემ ენერგიას, ეს ენერგიაც გიბრუნდება შენ და ეს რაღაცნაირად გავათვითცნობიერე, გადავლახე და მივიღე ნორმალური პროცესის ნაწილად და ამიტომ ვღებულობ ნორმალურად რა, ანუ რაღაც როდესაც ვასხვისებ ნამუშევარს რა. რამდენად მნიშვნელოვანი არის გამოფენები მხატვრის ცხოვრებაში? ანუ ხშირი გამოფენები არის უფრო საინტერესო თუ მჭირდება მხატვარს რაღაც პერიოდები, როცა უნდა დაისვენოს? ხო. მე ორ რაღაცას დავყოფ, მაგ რაღაცას, როდესაც შენი ნამუშევრები მონაწილეობს ფესტივალებზე, რაღაც კონკურსებში, გაიმარჯვე ან ჯგუფურ გამოფენებში ღებულობ მონაწილეობას და როდესაც სოლო გამოფენას აკეთებ რა. როდესაც სოლო გამოფენას აკეთებ, ჩემი აზრით მხატვარი, არ ვიცი ვინ როგორ არის, მაგრამ მე ჩემ თავზე აი რამდენი სოლო გამოფენა გქონია? ვიტყვი რომ სოლო გამოფენისთვის ალბათ ჭირდება 2 წელი ან რაღაცა, შეიძლება 3 წელიც, შეიძლება 1 წელიც, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ მოვიმზადო, რასაც ვქნი, ეს რაღაცა ერთიანი რაღაცა დასრულდეს ალბათ ან რაღაცა სადღაც მიხვიდე ყოველ შემთხვევისთვის, რომ მე უკვე ეს კურატორის და ეს არის ამბავი უკვე ხელოვანწოდნეს, რომ ეს რაღაცა შენი აკინძონ სწორად რა და სწორად მიიტანონ შენი ნათქვამი საზოგადოებამდე და რა თქმა უნდა მხატვრისთვის ძალიან აუცილებელია ზოგადად ეს კონკურსებში, ფესტივალებში, ჯგუფურ გამოფენებზეც მონაწილეობა მიიღება და ყოველ იმაზე იზრდები. განსაკუთრებით სოლო გამოფენის დროს, მაგრამ რა არის იცით უცხოეთში ახლა რამდენჯერმე მიიღია მონაწილეობა სხვადასხვა ლუქსემბურგის პრიზი, ამიღია სერტიფიკატი, რაღაც გამომიგზავნის და ძალიან რაღაც სასიამოვნო და შენ ნამუშევარს სხვანაირად ხედავ ჯგუფურ გამოფენებზეც, ფესტივალებზეც და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, რა თქმა უნდა, ახლა შენ ჩაიკეტო არავის ეს რაღაცა არ მგონია სწორი რა, მგონია რომ უნდა მიიღო ბევრ რაღაცაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად და არა ქაოსურად, რომ შენ სხვანაირად ხედავ, როდესაც გადის სამყაროში შენი ნამუშევარი გარეთ რა და შეიძლება სხვანაირად შეხედო რა, როდესაც ჩამოკიდებულია უკვე რა. რამდენი სოლო გამოფენა გაქვს მოწყობილი? 3-4 სოლო გამოფენა, ანუ ეხა იქ მაგთან ხმა სტუდენტობის პერიოდში მაინც რაღაც ისეთია, მაგრამ თავისებურად ისიც საინტერესო იყო, თუმცა ხო 4 სოლო გამოფენა ალბათ რა. შენ ძველ ნამუშევრებს რომ უყურებ, ინახავ თუ ან შეგიძლია მაგათად გადაახატო, ანუ არის ზოგი მხატვარი ძველ ნამუშევრს არგება გადაახატავს. როგორ ექცევი ძველ ნამუშევრებს? ძველ ნამუშევარს არ მიყვარს გადახატვა, თუმცა სტუდენტობის დროს რო სწავლობდი, ცოტა რთული პერიოდი რო იყო და ნახმარზეთის საღებაოსაც რო ყიდულობდით და ეხლა რაღაც ისე პათეტიკურად გამომივიდეს ეს ნათქვამი. რაღაცა ესეთი ინფორმაციის დონეზე იყო, რომ ყოფილა ესეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ისა სისხლი ჩამიბარებია, ფული მოუციათ და საღებავი მიყიდია რა. ცოტა ესეთი რაღაცა ეხლა რომ გადავხედა უყურებ. ხო და სტუდენტობის დროს გადამიხატია ტილოზეც, კარდონზეც და სხვა რაღაცებზეც, როდესაც მჭირდებოდა რომ მე მეგონი ყველა მხატვარს გქონია. ხო, მაგრამ ეხლა ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებ რა ვიცი, მაინც ვინახავ, შეიძლება ეხლა სხვანაირად უყურებ კრიტიკულად რაღაც არ მომწონს ან რაღაც, მაგრამ მაინც ყველა ნამუშევარს ვინახავ, რომელსაც ვაკეთებ რა. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და მადლობა მოწვევისთვის.
თქვენ უყურებდით არტემს, მე ანი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი მიხეილ გოგავა. დღეს ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.